მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103-ზე რადიო პალიტრის ეთერით, ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ნიკა კაციას სასამართლო პროცესი, იცით, მასაც ედავებოდნენ დიდი რაოდენობით ნარკოტიკების შენახვა დარებას და ნიკა კაცია მოსამართლემ გაამართლა და რამდენიმე წუთის წინ სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლა, ისიც რომ ბოლო დროს ასეთ პრაქტიკა დამკვიდრდა, ვისაც ნარკოტიკებთან დაკავშირებით ედავებოდნენ, უკვე მესამე ადამიანი გამართლდა, ხოლო ვისაც ედავებიან აქციაზე ძალადობას, მათ ბრალი გადაუკვალიფიცირეს, გუში 8 ადამიანს, შეუფარდეს 2 და 2.5 წელი, დღეს კი 11 ადამიანს, მანამდე ჩატარდა ამ 11 ადამიანის პროცესი და ანდრო ჭიჭინაძეს, სონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირწყუავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევას კიკნაძეს და სერგეი კუხარჩუკს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. თუმცა, როგორც გითხარით, ახლახან დასრულდა ნიკა კაციას სასამართლო პროცესი, რომელიც გაათავისუფლეს დარბაზიდან, ის ახლა სასამართლოს შენობის წინ კომენტარებს აკეთებს. ჩვენ გადაცემის მსვლელობის განმავლობაში ჩვენს კორესპონდენტს ჩავრთავთ აუცილებლად სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიიდან და უფრო დეტალურად მოგვიყვება ამის შესახებ, ასევე გვერდება ჩართვა ონისე ცხადაძის ძმასთან, სანდრო ცხადაძე ჩაგვერთვება და მისი ძმის განაჩენის შესახებ გვეტყვის, რომელსაც როგორც გითხარით 2 წელი მიუსაჯეს და ასევე ვისაუბრებთ არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ დაწყებულ პროცესებზე, იცით რომ მათი ანგარიშები დააყადაღეს, რამდენი მათგანი უკვე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ჩვენთან სტუდიაში სტუმრად არიან სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ტატო ქელბაქიანი, ორგანიზაცია პრევენცია პროგრესისთვის დირექტორი და თამთა მიქელაძე, სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და ვიდრე გადავალთ უშუალოდ თქვენს ამბებზე და არასამთავრობო სექტორის თემაზე, მანამდე მინდა ვისაუბროთ აი ამ განაჩენებზე, რაც გუშინ დადგა, დღეს დადგა და ზოგადად ამ პროცესს თქვენს თვალს ადევნებთ, როგორც ორგანიზაციების, როგორც ინდივიდები და როგორ შეაფასებთ, რა ხდება, ვიღაცებს უშვებენ, ვიღაცებს ბრალი გადაუკვალიფიცირეს და ასე შემდეგ. თამთავრობთ თქვენგან დავიწყებთ. მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მე მართლა მაქვს განცდა, რომ რაღაც დრამატურგი მართავს ქვეყანას, რომელიც ემოციებს, პოზიტიურ და ნეგატიურ ემოციებს აბალანსებს და ის თანადროულად გამართლებელი განაჩენების გამოტანა იმ დღეს და იმავე დღეს სხვების მიმართ ხო გამომწყნებელი განაჩენების გამოტანა აჩვენებს, რომ მართლმსაჯულების სისტემის სრული პოლიტიზება ხდება და სელექტიურ მართლმსაჯულებასთან გვაქვს შეხება, როცა ერთი და იგივე ტიპის ბრალდებებით, ერთი და იგივე ტიპის ხარვეზების მქონე საქმე შეიძლება გამომართლებელიც დადგეს და გამომწყნებელიც და როცა განაჩენების გამოცხადების თარიღებიც კი შეიძლება ესე დრამატურგულად სინქრონიზდეს. რუსეთის მოქალაქეს, რომელიც ასევე აქციების დროს დააკავეს, მას 8 წელი შეუპარეს. ან საქართველოს მოქალაქეებს უშვებენ, ხოლო უცხოეთის მოქალაქეს ჯერჯერობით ეს დინამიკა ჩანს. ხოლმე და ითქვას, რომ ის დანაშაულებები, რომელიც პირდაპირ პროტესტთან არ იყო დაკავშირებული და ასე ვთქვათ, პროტესტში მონაწილეობის გარემოებებს არ ეხებოდა, ჯერჯერობით გამართლებელი განაჩენები სწორედ ამ საქმეებზე დადგა და ჩვენ ხედავთ, რომ ყველა სხვა შემთხვევაში არსებობს ცდილობა, რომ საშელები შეამცირონ და უფრო ნაკლები საშელები გამოიყენონ, ზოგჯერ გადაკვალიფიცირება მოხდეს, თუმცა თვისებრივად ახალი დანაშაულის შემადგენლობასთან შეხება არ გვაქვს, ხო? მაინც ყველა ეს, ვთქვათ, პოლიციელზე თავდასხმის შემთხვევები გადაკვალიფიცირეს წინააღმდეგობაში და ახლაც ხო ეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებად გადაკვალიფიცირეს. ხო, მოკლედ იმის თქვა მინდა, რომ იმ საქმეებში, სადაც არსებობს პოლიციის ელემენტი ან პროტესტთან დაკავშირებული საქმეებია, აქ ცდილობენ, რომ გამართლებელი განაჩენები არ დადგეს, საშელების შემსუბუქებით შემოიფარგლებიან მეტწილად, რითაც პრინციპში პირველ რიგში საკუთარ ამორჩეველს ხო აძლევენ არგუმენტს, რომ აი სისასტიკე და უსამართლობა, რაც ძალიან ბევრ ადამიანში ეს საქმეები აჩენს, შეამცირონ და თქვას, რომ იცით აი 4 ან 6 წელთან შედარებით 2 წელი შედარებით მცირეა და მაშინ სადამე სისტემა უფრო ჰუმანურია. ხო, ამიტომაც ამ პროცესში ჩემთვის ყველაზე მეტად სწორედ სელექციური და პოლიტიზირებული მართლმსაჯულების საკითხი ჩანს, რომელიც გადაწყვეტილებებს პოლიტიკური ლოგიკით იღებს და არა სამართლებრივი არგუმენტებით და მტკიცებულებებით.
ასაგებია, როგორც თქვი, გვექნება ჩართვა სანდრო ცხადაძე ჩაგვერთვება, ომისე ცხადაძის ძმა, რომელსაც მივესალმები. სანდრო, გამარჯობა, თუ გესმის ჩემი. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. პირველ რიგში დავიწყოთ ამ ბოლო გადაწყვეტილებით ნიკა კაციასთან დაკავშირებით, როგორც ვიცი, მან თხარ და შემდეგ უკვე შენ ძმის განაჩენზეც ვისაუბროთ. მოსწრების ასასემომრებოდა რაც ძალიან ახალი ვარ. იქას განაჩენით როგორც გავიგეთ თამარ ჭედიშვილმა თედო აბრამოვის ტექსტი გაიმეორა ლამის ნიკა კაციაში ასვლა სახელი და შესაბამისად საბოლოოდ გაამართლა კიდეც გახარებულები ვართ უბრალოდ ჩემსვილა და ბევრი ყოფისთვის ეს გაშიფრული ასე ვთქვათ სცენარია და რაც თითქოს უგემოვნო ფილმის დასასრულს ხედავ დასაწყისისთანავე ესეთივე შეგრძნება მოგრჩება თითქოს დილით ვისაც თითქოს უნდა მიესაჯათ მიუსაჯეთ და საღამოს თითქოს ისე პოზიტიურ ნოტაზე ამთავრებენ თითქოს რაღაც დააბალანსონ პოზიტიური და ნეგატიური მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა კიდევ ერთ თანამებრძოლის შემოგვიერთდა რუსთაველზე თუ ნებისმიერ ფრონტზე და შესაბამისად ნიკასთან ერთად აცი გავაგრძელებთ არჩენი ნებისმიერი სინისის პატიმრისთვის თუ პოლის პატიმრისთვის ბრძოლას. ხო, რაც შეეხება წინა იმ განაჩენს, რომელიც ცოტა ადრე გამოიტანეს, ეს 11 პატიმარს ეხება, მათ შორის თქვენს ძმასაც 2 წელი მიუსაჯეს. ამ გადაწყვეტილებას როგორ შეაფასებთ, რას ფიქრობთ, ამით რის თქმა უნდა ამ შემთხვევაში ხელისუფლებას? 11-ის განაჩენი გუშინდელი დღის შემდეგ როაკაციანი ჯგუფის განაჩენის შემდეგ მით უმეტეს ადვილად პროგნოზირება და რაღაც ჩარჩოში მოქცეული იყო ნინო გალუსაშვილის ასე ვთქვათ სხვა გზაც კი აღარ ქონა დარჩენილი სრულვილიც რო ქონდა სამართლებრივი ნონსენსი იქნებოდა ასე რომ ვთქვათ სხვა რაღაც განაჩენის გამოტანა შესაბამისად ველოდებოდით ჩემო ძმამ უკვე ციხეში მის შემდეგაც დამირეკა ხნედ არის კარგად არის საომავლო გეგმები აქვს და რა თქმა უნდა ჩვენ ყველანი გავაგზავნებთ ბრძოლას ამ ყველაფრისთვის დანარჩენი რა გითხრათ ახლა თუ საათვე გამოძიება მიდიოდა ჯგუფურ ძალადობაზე და ორგანიზებული ჯგუფურ დანაშაულზე ვერ ამტკიცებთ და არაფერი ხელშეწყობილი არ გაქვს და მაინც ურჯი ადამიანებს ამას რა თქმა უნდა პროპაგანდა აკეთებს თავისთვის თავისი მომრჩევლისთვის რომ თითქოს მოწყალებად და შეწყალებად გაასაღოს და მე ალბათ თუ ხელისუფლება შეინარჩუნეს ამ ინდივიდებმა საშობაოდ ან საავადმყოფოდ რაღაც რელიგიურ დღესასწაულზე ან ამნისტიაში ან შეწყალებაში მოახვედრებენ და ასე გაგრძელდება შეიძლება ბოლომდე სამყოფო ნიკ უნდა ვიცი ვერ გეტყვით. ოკეი ბატონო ზოგადად ამ პოლიტიკას მიდგომას ხელისუფლების რაც ხდება სასამართლოზე იქნება თუ სხვა მიმართულებით ამას როგორ შეაფასებთ? შეფასებას ნაწილი ჩემი აზრით დიდი ხანია და ადვერვის და ლოჯისტიკის ნაწილი აქ ყველაფერი დამთავრებულია დიდი ხანია აქვს ნაჩვენების სახე ხელისუფლებას და შესაბამისად ასე რომ ვთქვათ რა არის აქ სალაპარაკო ვეღარ არის სვაბანკზე დასული ორივე მხარე და პოლინს არის შემოსული ყველა და შესაბამისად თელმა სოფლიო მიცის შეროთ აქტივისტებს და ოპოზიციურ განწყობილ ადამიანებს თავი დაანებოთ თელმა სოფლიო მიცის ვინ არის ეს ხელისუფლება და არც დასავლეთით არც აღმოსავლეთით არც ჩრდილოეთით არავინ არ ელაპარაკება და დანარჩენი დრო და დრო კიდევ გამოჩნდება წინასწარ საუბარს და რაღაცების წინასწარ გაჟღერებას მე არ ვაპირებ პირადად და ეცერეთ ის ვიცი რომ ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე. ხო, აი ამაზე მინდა ბოლოს ვკითხო და დაგემშვიდობები, ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე ამბობთ, რამდენად გაქვთ იმედი რომ ეს მართლაც რაღაც შედეგამდე მივა ეს ბრძოლა, იმიტომ რომ ბოლო დროს რაღაც თითქოს ბევრ ადამიანს უიმედობას ვატყობ. უიმედი ცხოვრობს ადამიანი და ჩვენ ცხოვრების წესია ეს სულ იმედი არ გქონდეს რუტინაში გადასული და როგორც ვარჯიში ეძარება ალბათ ადამიანს, მაგრამ შედეგზე ფიქრობს ისევ ჩვენს ამ ყველაფერზე ვფიქრობთ მარტო ჩვენი ბიჭების და გოგონების ციხიდან გამოყვანაზე და თავისუფალ წესიერ სახელმწიფოზე. დანარჩენი ასე რომ ვთქვათ ყველაფერს დრო გამოაჩენს. ჩვენ დანებებას არ ვაპირებთ, გაცილებით მეტი გვაქვს სასწორზე შემოდებული ვიდრე მათ. გასაგებია. მადლობა დიდი გადაცემაში მონაწილეობისთვის. სანდრო ცხადაძე გვერდებოდა. ონისე ცხადაძის ძმა, როგორც გითხარით, ონისეს და კიდევ 10 პატიმარს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ხოლო ნიკა კაცია, რომელსაც ნარკოტიკების შენახვა ედებოდა ბრალად, გაათავისუფლეს. ჩვენთან სტუმრად არიან შეგახსენებთ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, თამთა მიქელაძე, ტატო ქელბაქიანი, ხა ტატოსთან გადავალ, ტატო მოგესალმებით კიდევ ერთხელ. შენ შეფასება მთელი ამ პროცესების რაც ხდება, ჯერ ამაზე ვისაუბროთ და მე არასამთავრობოების საკითხსაც. ეტილე ხა პრინციპში ეს თამთა მისაუბრა და თქვენმა სტუმარმაც მეც მაგ ნაწილში გავმეორდები.
ძალიან ვერაგი არის ეს ხელისუფლება, როგორ ახერხებს და როგორ ცდილობს საზოგადოების მანიპულირებას და ეს გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, მინდა მიულოცო ნიკას და არც ერთი წამი არ უნდა გაიტარებინა ციხეში და არც ერთ პატიმარს, ვინც კანონოძის, თუმცა ყოველთვის ეს რეჟიმი როგორ იქცევა, ხო, ამათ აქვს რაღაც შექმნილი სისტემა, როდესაც ცდილობენ საზოგადოების განწყობები გაზომონ, ისიც გაზომონ, რომელიც საქმის მიმართ უფრო მეტი სენსიტიურობა. სხვადასხვა ერთ-ერთი კვლევა, რომელიც ჩვენმა კოლეგებმაც გააკეთეს, იქაც აჩვენებს, რომ კანონურ პატრონთან დაკავშირებით, მათ შორის მათ ამომრჩევლებშიც არ იყო ესეთი განწყობები და შესაბამისად ზუსტად გიორგი ახობაძის საქმეზე, მზია ამაღლობელის საქმეზე ზუსტად მე გიორგი ახობაძე გაათავისუფლეს და ამით ცდილობენ ამის გადაფარვას. დღესაც იგივე манипуляციური მეთოდი გამოიყენეს. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, რომ ადამიანები გამოვიდნენ გარეთ, მაგრამ აი ესე манипуლირებენ ადამიანების ბედით და ესე ცდილობენ საზოგადოებაში ასე თქვა ასე არ სამართლით რაღაც იმას სათამაშოდ აქციებს გეთამაშებიან ზუსტად და ეს აიჟენების დაწევა სამართალი რა არის ხო როგორი იქნება ზუსტად ეხლა მთელი დღე რა თქმა უნდა სიხარული არის ძალიან კარგია ადამიანების გათავისუფლება თუმცა ის ზუსტად ძალიან უკვე ადვილად იკითხება როგორ აკეთებენ ამ ყველაფერს ნუ ამ ნაწილში ეხა ასე თქვა და ნარკოტიკულ დანაშაულებთან დაკავშირებით კი დადგა ეხა სამი გამომართლებელი განაჩენი თუმცა ეს რუსეთის მოქალაქე ანტონ ჩენჩის ამ ნაწილში არ გაუმართლა მე მანდ ვფიქრობ რომ საერთოდ რუსეთის ხელისუფლებასაც ასიამონეს იმიტომ რომ ეს ადამიანი რუსეთში მონაწილეობდა პროტესტში ამიტომ და მოკლედ აი ამ კუთხით აი ესეთი ტიპის манипуляციები ახასიათებს ამ რეჟიმს და იმის ზომავს ასევე საზოგადოებას რომელი გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით შევა რა რეაქცია ქონდეს და ამის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებებს და შემდგომშიც მუდმივად ესეთი манипуляციები ექნება. აი ესეთი ვერაგი რეჟიმთან გვაქვს საქმე და რაღაცნაირად ასე ვთქვათ, კარგად უნდა გავაანალიზოთ ვისთან გვიწევს ბრძოლა და რა თქმა უნდა ჩვენ ახლა ეს წინააღმდეგობა უნდა გავაძლიეროთ და ასე ვთქვათ ამ პროცესში ვართ ჩვენც ახლა და ნუ მომავალშიც ასე ვთქვათ უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე. ებეთო ამ წინააღმდეგობის გაძლიერებაზე კითხავთ შემდეგ მანამდე თქვენთან გადმოვალ ისევ მაინტერესებს სამართლებრივი საკითხი ერთი არის ხო ამ საქმეთან დაკავშირებით იმიტომ რომ ერთი პოლიტიკური მეორეა სამართლებრივი ქართულოსების მომხრეები ხშირად ამბობენ რომ აი რა თო გაქვს პრეტენზია იგივე რა კობახიძეც ამას იმეორებდა რომ ამდენი პოლიციელია დაშავებული იქ გუშინ პაპუაშვილიც ამბობდა და გიავალსკიც რომ რაღაც პარლამენტში შეაგდეს მაშხალა წვავდნენ და ასე შემდეგ ანუ აქცია იყო ძალადობრივი და შესაბამისად ნუ რაღაცები უნდა დაისაჯონ ხა იმიტომ რომ აქცია არ იყო მშვიდობიანი და იყო ძალადობრივი ამაზე რა არგუმენტი ან პასუხი ექნებოდა ხო რა თქმა უნდა მაშინ როდესაც შეკრება იღებს ძალადობრივ ბუნებას ეს ნიშნავს რომ ის შეკრების თავისუფლებით დაცული ფარგლებიდან გადის და რა თქმა უნდა პოლიციას წარმოიშვება ამ დროს რეაგირების უფლებამოსილება მაგრამ ჩვენ ხედავდით რომ პოლიცია მაშინაც არბევდა აქციებს, როცა მშვიდობიანი იყო და ის არ ცდილობდა გარკვეული ინციდენტების, რომელიც შეიძლება შემთხვევის ადგილზე გამოვლინდა, ამ ინციდენტების გამიჯვნას დანარჩენი მშვიდობიანი შეკრების მონაწილეებისგან და ჩვენ ხედავდით შემდგომში ძალიან მასობრივ და სასტიკ დარბევა შეკრებების, სპეციალური საშუალებების ინტენსიურ გამოყენებას, ადამიანების სასტიკ ცემას შემთხვევის ადგილზე, მათ შორის მაშინ, როდესაც ისინი დაკავებულები იყვნენ და უკვე დაკავებულები როცა გადაყავდათ სატრანსპორტო საშუალებებში იქ ფურგონებში და ფურგონებთან წამების უმძიმე შემთხვევებს. ამიტომაც ის მასშტაბი რომელსაც მიაღწია პოლიციის ძალადობამ იყო გაცილებით მაღალი, გაცილებით ინტენსიური, არაპროპორციული და უკანონო, ვიდრე საუბარია იმ კონკრეტულ ეპიზოდებზე, როცა კონკრეტული შეკრების მონაწილეების ქცევა შეიძლება როგორც ძალადობრივი შეფასდეს. მაგრამ მთავარი საკითხი არის ის, რომ ის, რასაც ამ ადამიანებს ედავებიან ამ კონკრეტულ ეპიზოდებში, ხო, პროკურატურას ძალიან გაუჭირდა მტკიცება, რომ კონკრეტული ადამიანები ჩადიოდნენ ძალადობაზე, თან იყვნენ ორგანიზებული ამისთვის. ამავდროულად გამოძიებაც და საბოლოოდ სასამართლოს თლიანად ცვალს ხუჭავს იმ გარემოებაზე თუ რაზე რეაქცია იყო ის კონკრეტული ეპიზოდი, ხო, რაც ვთქვათ, მაგალითად ვიდეო მასალაში ჩანს, იმიტომ რომ თუ
პოლიცია იწყებს უკანონო თვითნებურ სასტიკ დაშლას, ადამიანებზე ძალადობს და აი ამ დროს, ხო, ყოველთვის ასე ხდება ნებისმიერ ქვეყანაში შეკრებების დროს ადამიანები თავდაცვას იწყებენ, ხო, თქვა ამ დროს მათ შეიძლება იქვე არსებული სკამები და სხვა სალიფრები გამოყენონ მოეფარონ, ხო, და რაღაცნაირად თავი დაიცვან ამისგან. ბუნებრივია, რომ ეს არის ნაწარმოები სწორედ საპოლიციო ძალადობის მხრიდან. ამიტომაც ჩვენ ახლა ამ შეკრებებს ვამონიტორინგებდით, ზოგჯერ ადგილზეც ვიყავით, ზოგჯერ ვერ ვიყავით, ხო, მაგრამ მთლიანობაში შეკრება ძალიან დიდი შეკრებები იყო, ხო, გახსოვთ, ეს იყო რაღაც 50, 60, 100, 150,000 ადამიანი და გარკვეულ აი პოლიციის ზონასთან ჩანდა ხოლმე, ხო, რაღაც მომენტები, როცა გარკვეული ჯგუფები დემონსტრირებას ცდილობდნენ, რომ არ ეშინიათ პოლიციის და ასე შემდეგ, იყო მაშხალების გამოყენებას, მაგრამ უზარმაზარი ნაწილი 98% შეკრების მონაწილეებს საერთოდ არ იცოდნენ წინ რა ხდება, ხო? და პოლიცია მასობრივად ყველაფერს შლიდა და ყველას წინააღმდეგ იყენებდა ამ ფიზიკურ თუ სპეციალურ საშუალებებს. ამიტომაც ძალიან წუხვართ, ხო, იმ დადიანებებისა თუ პრობლემის გამო, რომელიც პოლიციელებს შეექმნათ, ხო, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ პოლიციის მიერ გამოვლენილი სისასტიკე და ძალადობა იყო წარმოუდგენელი მასშტაბის. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნაცმოძრაობის პერიოდის დარბევები რო გავიხსენოთ, ხო? რამდენიმე დღის განმავლობაში ხდებოდა სწორედ ეს დარბევები. აი 26 მაისი, რაც მახსოვს, ან 7 ნოემბერი, შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო რამდენიმე დღე, როცა მშვიდობიანი მოქალაქეები, ძალიან ბევრი ქალი, გოგო, ხო, იყო აი ამ გამოცდილების წინაშე. ამიტომაც ასეთი ინტენსივობის სისასტიკე, როცა სახელმწიფოს მხარეს არის, ხო, შეკრების გარკვეული მონაწილეების მხრიდან აი ეს მაშხალების როლისა და სხვა ეპიზოდები, ხო, რომელიც ისეთ თან რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ისეთი ასიმეტრია მოქალაქეებს და პოლიციას შორის ეს ზოგადად სამართლის თეორიის ნაწილია, ხო, რომ ყოველთვის, როცა არის შეკრებები და პოლიცია აი ასეთ ძალადობას იყენებს და რითაც ის ხშირად პროვოცირებას უკეთებს შეკრების მონაწილეებს, რომ რაღაცა საშუალებები გამოიყენონ ამ პირობებში, თავი დაიცვან ან დაუმორჩილებლობისა და რაც სიძლიერის ენერგია გამოავლონ, ესეთი ეპიზოდები ყველგან ხდება ხოლმე ჩვენ სხვა ქვეყნებში რო გავიხსენოთ, მაგრამ ეს შეკრებები არ ყოფილა ორგანიზებული, ჯერთი ეს შეკრებები სპონტანური იყო, მოდით ასე ვთქვათ, ხო, იმიტომ რომ შეკრებებს პრაქტიკულად ლიდერები და ორგანიზატორები არ ყავდათ, მაგრამ თავადაც შეკრებები იმ თავითვე ძალადობრივი არ იყო. ხო, ეს წინააღმდეგობის ორადული და ფრაგმენტული ეპიზოდები ჩნდებოდა სწორედ პოლიციის საპასუხოდ. იგივე, ტატო, თქვენ რას ფიქრობთ? კონკრეტულად მაინტერესებს მაგალითად, როცა ჩვენ ხედავთ, აქედან კი ბატონო ვიღაცამ თქვა ისროლა, ვიღაცამ მაშხალა ისროლა და შემდეგ, მაგრამ მეორე მხრიდან ჩვენ ნახეთ მართლა წამება ადამიანების, ხო, 10 კაცის მიერ წაქცეული სცემა, ნახეთ დაკავებულების სცემა მიკროავტობუსებში და ასე შემდეგ, ეს საშინელი კადრები ნახეთ და მაგრამ ხელისუფლება მაინც აპელირებს, რომ აი მაშხალა უფრო საშინელი დანაშაულია მაშხალის სროლა, ვიდრე პოლიციელების მხრიდან სახიზულების ჩალეწვა ადამიანისთვის და აი ამ ორმაგ სტანდარტს როგორ შეეხება? ხო, სხვას რას იტყვიან ახლა, ხო, ანუ ყოველთვის ცდილობენ იმ თავენდი ძალადობის გამართლებას და რაღაც გადაფარვას. ეხლა სიმართლიდან მე სხვისი მაგალითები არ მჭირდება. მე ჩემი პირადი გამოცდილება მაქვს ისეთი მიღებული, როდესაც 30 ნოემბერი იყო, აი ილია აკაკიძეთან ვიყავი, მე ჩემი მეუღლე და ჩემი არასრულოვანი შვილი და უცებ ისე შემოგვარ დღეს ალყა, ვერ მოვასწარი და გასვლა და აი მოვიდნენ ნიღბებში ადამიანები, რომელსაც არანაირი ნიშანი არ ჰქონდათ. და რომ გავდიოდი, ჩემი შვილი მომყავდა დემონსტრირებულად რაღაც ანიშნა და ჩემს შვილს დაარტყეს ხელი, გაეკიდნენ ცემეს ჩემ თვალწინ, ჩემი არასწორენ შვილი და დააკავეს. მე რამდენიმე 4-5 საათში მე რომ ვეძებდით გამოვუშვეს, მაგრამ აი საერთოდ უროდ ვეუბნებოდი რომ ეხა ვერ მოვასწრე გასვლა, ეხა გავალ რა, ნუ ჩვეულებრივ და მე ნელა მივდიოდი, მაგრამ მიზანი მიმართული იყო ახალგაზრდებზე აქცენტი, იმიტომ რომ მე ხელი არ მომკიდეს არ ჩემეუღლეს და ეს არ ბავშვები არასოციალური ესეთი არ ვიცი ხა რაღაცა დავალება ქონდა და ესეთი თუ რაღაცა, ზუსტად მოხდა ასე თქვა ჩემი ძმისშვილიც ცემეს, ახლა მაგაზე მე ჩვენ ვიმართეთ იმაზე გამოძიება და ასე შემდეგ, მაგრამ ახლა ესე რას გამოიძიებენ. ამიტომ გარდა ამისა, ახლა ამ თემებთან დაკავშირებით, როდესაც ეს ადამიანები მანქანებში აწამეს, ხო? ჩვენმა კოლეგებმა გარკვეული ანალიზი და კვლევა გააკეთეს, ახლა ჩვენი პარტნიორ ორგანიზაცია, ესეთი მეგობრები GCAT, რომელიც წამების თემებზე მუშაობენ და როცა გააკეთეს ეს მეთოდები, რას იყენებდნენ, სულ თავში უთყავდნენ. ძალიან აი თავში დარტყმა იყო რაღაც მიზანმიმართული აღებული და ფაქტობრივად რაღაცა ესეთი კონსორციუმი იყო წამებიდან ბრძოლის რაღაც ორგანიზაციებს, რომელიც თქვეს, რომ ეს იყო მიზანმიმართული, ხო, მიზანმიმართული
მეთოდი, რომელსაც იყენებდნენ ამ ადამიანების მიმართ და რაღაც პარალელები გავლეს ბელარუსის მეთოდებთან მათ შორის, რომ რაღაცა ტიპის გამოცდილება აქვს იქიდან მიღებული და მე ისიც გვახსენდება, რომ რაღაცა მემორანდუმი აქვს გაფორმებული და შეიძლება რაღაცა ტიპის გამოცდილების გაცვლაც იყოს. იმიტომ რომ მე სულ ამბობ, რომ ადამიანები იქ რომ არავინ არ მოკვდა, ხო, რაღაც შემთხვევითობა უფროა, იმიტომ რომ ადამიანს თავში უტყავ გამეტებით, ხო, ძირითადად თავზე იყო რა, თავში თქმაზე იყო ესეთი ასე თუ დავალება რა. არანაირი გარანტია არ გაქვს, რომ ის გადარჩება. ამიტომ შესაბამისად ეს იყო ესეთი მიზანმიმართული, იქ წამების ისეთი ხა იგივე ჩემი შვილი რო დააკავე, ჩემი შვილის მეგობარს სახიზულები დაუტრეს. ფაქტობრივად წყვილის ოპერაცია დაჭირდა. 19 წლის ბიჭს. ანუ რაღაცა საშინელი და სახიზულები რო დაუნტრიეს. მანქანაში ყავდათ და დილის საათებამდე არსად არ მიიყონეს. ანუ დატყვილი თქნებოდა ბიჭი, ანუ ფაქტობრივად იმდენი დააკავეს ხა ადგილებს არ იყო და მანქანაში ყავდათ. სანამ მიიყვანდნენ პოლიციის განყოფილებაში და ფაქტობრივად რამოდენიმე საათი ამ ტანჯვაში გაატარა ამ ბიჭმა. და ხა საერთოდ ჯამში ისეთი რაღაცები აქვს ამ ნაკეთები, ხო, რაღაცა აქეთა მხრიდან შეიძლება რაღაცა ტიპის გადაცდომები იყო, ამას ვერ გამოიძახა ზუსტად ამ დასწრებით ხო რა გააჩი რა მოდის, ხო, როდესაც ეხა უკანონო ძალადობა მოდის და შენ ფაქტობრივად თავი უნდა დაიცვა, ხო, დაგამტრივ უძლებში, ხო? აქ უკვე სხვა ინსტინქტები ირთვება, ხა რა ვქნა, დავდგე და ვაცემინო და მოვაყულებინო და თავი, ხო? ანუ ესეთი რაღაცები აქვს, იმიტომ რომ აქ უფრო არ იყო ხოლმე დაშლა, რაღაცა უფრო სადამსჯელო ღონისძიებები იყო. ანუ ამის მიზანი რა იყო, რომ გამოგვიდეთ, რომ მეორჯერ აღარ გაუხსნეს და აქციაზე გამოსვლის თურმე. და ზუსტად აი დაახლოებით იგივე მეთოდები რაც ბელარუსში გამოიყენეს, ძალიან კარგი მაგალითები ჭყალებში აიღეს იმათგან და ნუ ფაქტობრივად რამოდენიმე დღე იყო, აი ზუსტად ეხა 29-30 ნოემბერი ზუსტად ეს თარიღები იყო, განსაკუთრებით ამ პერიოდში, როდესაც ხა მე იქვე ვცხოვრობ და ფაქტობრივად სახელმწიფო რომ გამოდიოდა წმინდან, ფაქტობრივად რაღაცა ადგილებში ჩასვლა იყო სახიფათო, რომ ვიღაცები ეს ბანდები დაწწოდნენ და დაგინახავდნენ ან ზურგჩანით ან იღბით ან რაღაცა ასოცირდებოდი აქციასთან და გაგიფენეთ წემდნენ ჩვეულებრივ, ანუ ეს და ესენი დიდი ალბათობით საერთოდ არანაირი სამართლებრივი ორგანოების წარმომადგენლები არ იყო შეგრებილი ყავდათ. ვიღაცებისგან სხვადასხვა იდენტიფიცირება მოახდინეს მე ვიღაცებმა, ჩვეულებრივია ესეთი ეს ჭყალებს შპანა, რომლებსაც რაღაცა ფული მისცეს და რაღაცა დაგეშეს და ადამიანები აცემინეს. ანუ საერთოდ ეს არის კრიმინალური სინდიკატია, ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც ძალაუფლების შინარჩუნებისთვის ყველაფერს აკეთებს. და ისეთ რაღაცები აკეთებს და ეხლა ამ ზღაპრებს რო გვიყვებიან არც ერთი საქმეც რო არ არის გამოძებული, ამდენი ადამიანია დამტვრეული ძვლებში, ერთი პასუხისგებაში არ არის მიცემული, რომ რაღაც უნდა ვილაპარაკოთ, მაგრამ ხო, ეს ნიშნავს თუ არა თამთა იმას, რომ როცა ამდენი ადამიანი ცემეს მართლაც დამტვრიეს ძვლებში აწამეს, როგორც სახალხო დამცველს მისცა ხო ამას კვალიფიკაცია წამების და არავინ არ არის დაჭერილი, ნიშნავს რომ ეს უბრალოდ იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება სახელმწიფოს მიერ დავალება მიცემული, რომ ეს ხალხი ეცემათ და ამიტომაც არავინ არ არის ეხლა დასჯილი ამისგან. იცით, აი ხშირად ხო სვავენ ამ კითხვას, რომ თქო ვიღაცები, ვინც შეკრების მონაწილეების მიმართ გამოყენებულ ძალადობაზე ლაპარაკობთ, პოლიციის მიმართ გამოყენებულ ხო და პოლიციის დაზიანებებზე რატომ არ ვსაუბრობთ. მოდი ჯერ ვთქვათ, რომ ეს მტკიცებულებები პრაქტიკულად არც წარმოადგენს ამ პოლიციელების ისტორიების და ვიდეოებიც არ წარმოადგენს ხო რაღაც ხელის და ფეხის ესეთი ფოტოები ვრცელდებოდა, რაც ხა ძალიან ესეთი არადამაჯერებელი იყო. თან კიდევ ერთხელ უნდა დავინახოთ ეს ასიმეტრია სპეციალური საშუალებებით აღჭურვილ პოლიციელებსა და მშვიდობიან შეკრების მონაწილეებს შორის, ხო? მაგრამ ნახეთ, თავარი ჩემი კითხვა რა არის და დაისაჯა რომელიმე პოლიციელი, ვინც კიდევ უფრო მასშტაბური ძალადობა ჩაიდინა. ანუ თუ ჩვენ ამ კითხვას გვიბრუნებენ, ჯერ ხო იმ კითხვას არ უნდა გასცენ პასუხი, რატო არ დაისაჯა არავინ და ხარებას და სხვებს, რატო ჩამოკიდეს ღირსების ორდენები, ხო? ანუ პოლიციელი ეს უბრალოდ დავალება იყო ასეთი და პოლიტიკური დავალება იყო, რომ ცემეთ და ასესმენთ, რომ ამ ხალხს მეორეჯერ აღარ მომუდეს აქციაზე მოსვლა. შენ ამან გამოიღო კიდე შედეგი, იმიტომ რომ ახლა აღარ გამოდის ხალხი, ხო? იცით, როგორი ეფექტური აღმოჩნდა შეიძლება ეს. ქართულ ოცნებას დღეს აქვს სერიოზული კრიზისი, ხო? გასაგებია, რომ აქეთ ოპოზიციურ ჯგუფებს, სამოქალაქო საზოგადოებას, მედიასაც ძალიან დიდი გამოწვევები აქვს, მაგრამ ქართულ ოცნებასაც კრიზისი აქვს. ის როგორც პოლიტიკური სუბიექტი ძალიან მოწყვლადია. ჩვენ ხედავთ, რომ ის საერთაშორისო საზოგადოება მუდმივ იზოლაციას ეწევა, მას პოლიტიკური პოზიტიური დღესასრიგი არ აქვს. აი, კახი კალაძეს წინასაარჩევნო პრეზენტაცია რა იყო, ხო? თითქმის არაფერი დაცლილი შინაარსისგან და
პირებისგანაც კი ხო? ამიტომაც ძირითადი მოდუსი დღეს რითაც ისინი საკუთარ მართლობას ამყარებენ, ეს არის საპოლიციო და მართლმსაჯულების სისტემები, ანუ მთლიანად ამაზე დგას, ხო? და შესაბამისად ბუნებრივია, რომ მათ სურდათ სწორედ ამ საშუალებებით თავიდან საპოლიციო როგორც ყისიერი მექანიზმის და მე უკვე სასამართლოს და მართლმსაჯულების სისტემის გამოყენება იმისთვის, რომ შიში დათესონ, ხო? და მოქალაქეების დემობილიზაცია შეუწყონ ხელი. ამიტომაც ხო აქ არაფერი არ არის გასაკვირი, რომ სწორედ ძალის ლოგიკით, ძალის ენით იმართება დღეს სახელმწიფო, ამიტომაც ეძლევა მას ესეთი კვალიფიკაცია, რომ ეს ავტორიტარული ტიპის სახელმწიფოა, რომ საქართველოს ძალიან აგრესიულად და დაჩქარებულად დაიწყო ავტოკრატიზაცია და სწორედ ამას ეუბნება დღეს იგივე ევროკავშირი, ხო, რომ ურთიერთობის აღდგენა მოხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც სწორედ ეს ავტოკრატიული კურსი შემოbrunდება და ქართული ოცნება აჩვენებს ერთგულებას საბაზისო დემოკრატიის და სამართლებრივი სახელმწიფოს სტანდარტების მიმართ. და მგონია, რომ სწორედ ეს შეკრებების მასობრივი დარბევა და სასტიკი ძალადობა იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შემთხვევა. ახლა იძიებს ქართული ოცნება წინა ხელისუფლების დროინდელ დანაშაულებს და თქვათ იგივე დარბევებში ნოემბერი ახსენე 26 მაისი ახსენე და რაღაც კომისიებს ხნის ხელისუფლება შეიცვლება, მე ახალ ხელისუფლებას მოუწევს აი ამ აქციებზე გამოჩენილი სასტიკის და წამების გამოძიება, ხო? ხო, იცით, ჩვენ გარდამავალ პერიოდში აქტიურად ჩვენ ის ორგანიზაცია მაშინ საიანში მუშაობდი და ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო ამ დარბევის შემოქმედებისა და შემსრულებლების დასჯა, ხო? მეტიც მე გამოკითხულიც კი ვარ პროკურატურაში 26 მაისის მაგალითად დარბევასთან დაკავშირებით. მაგრამ რისი თქმა მინდა იცით, იმედია რომ მართლმსაჯულება ესე აღარ აღდგება, როგორც ქართული ოცნება აკეთებს ამას, ხო? რაღაც 13 წლიანი დაგვიანებით პოლიტიზირებული მეთოდებით, მე მგონია რომ ჩვენ საზოგადოებას და ჩვენს პოლიტიკურ სისტემას ნამდვილად დასჭირდება აღდგენითი მართლმსაჯულების მიდგომები, რომელიც სწორედ სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის პრინციპს დაეფუძნება და რომელიც მათ შორის აუცილებლად გაითვალისწინებს არ მხოლოდ პოლიტიკური ლიდერშიპის, არამედ საშუალო რგოლების, კონკრეტული მოსამართლების, პროკურორების, გამომძიებლების პასუხისმგებლობის საკითხსაც, იმიტომ რომ ჩვენ რა ვნახეთ, საბოლოოდ ხო ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც ამ სისტემებში მუშაობს, ნაცმოძრაობის დროს რომ მუშაობდა ის ხალხია და რა დაკვეთასაც მაშინ ასრულებდნენ, დღესაც იგივეს ასრულებენ, ხო? ამიტომაც ჩვენ ხედავთ, რომ რაღაცა ტიპის ავტოიმუნური დაავადებები გაჩნდა სისტემებში, სასამართლოშიც, სუშიც, პოლიციაშიც და ასე შემდეგ, რომელიც უბრალოდ ინერციით, იგივე პრაქტიკებისა და იგივე მართლობის ლოგიკას ამკვიდრებს. ამიტომაც ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი იქნება მართლმსაჯულების აღდგენის ძალიან სწორი გავლა მომავალში, იმისთვის რომ ის პოლიტიკური რევანშის იარაღი არ გახდეს. ეხლა კოცები როგორც უსმენენ რა ხდებოდა, რა საშინელებები ხდებოდა, რომ მოყავთ ადამიანები აყოლებენ, ასე მოუწევს მე ახალი ხელისუფლების დროს მათ მოსმენა ამ ხელისუფლების ხარდაჭერებს, იმის მოსმენა თუ მათი ხარდაჭერილი ხელისუფლების დროს რა საშინელად ცემდნენ ხალხს, აწამებდნენ მანქანებში რას უშვებოდნენ და ასე შემდეგ. ახლა ეს წურლიკიანის კომისიას ამოცანა ხო ეგ არ იყო რომ რაღაც ის საქმე იყო 13 წლის მერე რო იწყებ ამის კეთებას და მჭირველობების გახსნას და ასე შემდეგ გაიზარდა უფრო манипуляციური მეთოდი, რომ როდესაც აი პოზიტიური დღის წესრიგში ვერ ქმნი და უნდა ესე იგი წარსულში გადაისრულ ადამიანები და ერთ და იგივე ატრიალო და ამით манипуляცია მოახდინო. მე დარწმუნებული ვარ, რომ ახლა რა თქმა უნდა, რომ შეიძლება ეს ხელისუფლება სამართლიან სასამართლოს წინაშე ყველამ უნდა აქვს პასუხი რა. არავინ არ უნდა დარჩეს უპასუხოთ და მე ამაში ვარ დარწმუნებული, იმიტომ რომ ეს გადაწყვეტილება რაც დღეს მიიღეს, მათ შორის. ეს უკანონო გადაწყვეტილება მოსამართლეების, მათი საბრალდებო დასკვნისთვის აი პირდაპირ მტკიცებულებაა. იმედად ფალსიფიცირებული საქმეებია უდიდესი ნაწილი, რა თქმა უნდა. გასაგებია. ჩვენ გვაქვს რეკლამა, რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით, შეგახსენებთ ნიკა კაცია გაათავისუფლეს, იმედია გვექნება ჩართვა სასამართლოდან და შემდეგ უკვე გავაგრძელებთ არასამთავრობო სექტორს, რა პრობლემებს უქმნის ხელისუფლება ამაზე საუბარს. აშასე ჩვენ დავბრუნდით ეთერში და როგორც იცით, როგორც გითხარით, ნიკა კაცია გაათავისუფლეს, მისი პროცესი დასრულდა რამდენიმე წუთის წინ და გამოუშვეს სასამართლოდან. სასამართლოში იმყოფება ჩვენი კორესპონდენტი ეკა ლემონჯაო, რომელსაც მივესალმები, ეკა გამარჯობა და გისმენ გითხარი რა თქვა ნიკა კაციამ გათავისუფლების შემდეგ.
ვიდრე ვიტყვი იმას თუ რა თქვა ნიკა კაციამ გათავისუფლების შემდეგ გეტყვით და მაყურებელს ვეტყვი თუ რა თქვა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა როცა ის განაჩენს აცხადებდა მას შემდეგ რაც საბოლოო ვრცელი დასკვნითი საბოლოო სიტყვა წარმოთქვა თავად ბრალდებულმა ნიკა კაციამ სასამართლოს ხტომათა დარბაზში მოსამართლემ ვიდრე ის განაჩენს გამოაცხადებდა განმარტა მის მიერ მიღებული განაჩენი თქვა რომ მოკლედ განმარტავდა თუმცა საკმაოდ ვრცელი გამოვიდა ეს მისი განცხადება და განმარტება სარეზოლუციო ნაწილთან დაკავშირებით როგორც თამარ მჭედლიშვილი აღნიშნავდა სასამართლო ობიექტურ და სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს ეყრდნობა მან ასევე შეაფასა და თქვა თუ რა ქონდა წარმოდგენილი როგორც დაცვის ასევე ბრალდების მხარეს თუმცა თამარ მჭედლიშვილმა მისი გამამართლებელი განაჩენის არგუმენტად მიუთითა რომ საქმეზე არ იყო ნეიტრალური მტკიცებულება წარმოდგენილი უფრო კონკრეტულად კი როგორც ის ამბობს სასამართლო დასაბუთებულ განაჩენში შეაფასებს და იმსჯელებს იმასთან დაკავშირებით ქონდა თუ არა პოლიციელებს და გამომძებლებს იმის შესაძლებლობა რომ ადგილზე მას შემდეგ რაც მათივე ჩვენებით ნიკუშა კაცია დაწყნარდა პირადი ჩხრეკა გადაეღოთ და ასევე ნეიტრალური მოწმე რომელსაც დაცვის მხარე ასახელებდა რომ იყო ტაქსის მძღოლი დასწრებოდა ამ ჩხრეკას მოსამართლემ როგორც უკვე მაყურებელმა იცის გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა ნიკა კაციას მიმართ დარბაზიდან გასვლისას ერთი ფრაზა გამოიყენა მან ნიკა კაციას მისამართით და საგულისხმოა ეს ფრაზა ვინაიდან მან განაჩენის გამოცხადებისას არაერთხელ მიუთითა რომ ბრალდებულს ნიკა კაციას ხელი ჰქონდა მოწერილი ჩხრეკის ოქმისთვის და არა მხოლოდ ხელი ჰქონდა მოწერილი მას შენიშვნის გრაფაშიც ჰქონდა დაწერილი რომ არავითარ პრეტენზიას არ აფიქსირებდა როგორც მჭედლიშვილი აღნიშნავდა ამ გარემოების მიუხედავად სტანდარტების დასაკმაყოფილებლად სასამართლო მიიჩნევს რომ ნეიტრალური მტკიცებულებაც საჭირო იყო საქმეზე წარმოდგენილიყო და სწორედ განაჩენის გამოცხადების შემდეგ თამარ მჭედლიშვილმა ნიკა კაციას უთხრა რომ სხვა დროს უნდა წაიკითხოს თუ რას აწერს ხელს და გავიდა ის სასამართლოს ხტომათა დარბაზიდან სასამართლო შეიძლება ითქვას რომ ოვაციებისგან დაინგრა მას შემდეგ რაც გამამართლებელი განაჩენი გამოცხადდა მედიასთან ვრცელი კომენტარი გააკეთა თავად უკვე გამართლებულმა ნიკა კაციამ როგორც მან აღნიშნა ბრძოლა გრძელდება ეს არ არის სამართლიანი გადაწყვეტილება ვინაიდან სხვა ადამიანები მისივე სიტყვებით რომ თქვათ ის ადამიანები რომელთან ერთადაც იბრძვის ის ქვეყნის კარგი მომავლისთვის ისევ რჩებიან პატიმრობაში როგორც მან აღნიშნა ბრძოლას აგრძელებს განაჩენის გამოცხადებას ესწრებოდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი საომე ზურაბიშვილიც მას ხტომათა დარბაზიდანაც მიმართა ნიკა კაციამ მადლობა გადაუხადა რაც შეეხება თავად ზურაბიშვილს ის აცხადებს რომ ეს არის ერთი აგური სამართლიანობისკენ ბრძოლაში ეს გადაწყვეტილება თუმცა როგორც ის აღნიშნავს დღეს სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა ანდრო ჭიჭინაძის და კიდევ 10 პირის მიმართ შესაბამისად სამართლიანი რომ არის სასამართლო ამაში ეჭვის შეტანის საფუძველი რა თქმა უნდა აქვთ რომ არ არის უფრო სწორად როგორც ის აღნიშნავს ეს გადაწყვეტილებები არის პოლიტიზირებული რაც შეეხება დაცვის მხარეს ისინი კმაყოფილები არიან ამ ბრძოლით თავად ნიკაც ამბობდა რომ მას სამადლობელი არაფერი აქვს რადგან ის არის უდანაშაულო ეს ხაზი იყო მის საბოლოო სიტყვაშიც რამდენჯერმე ახსენა მან როცა გარემოებებზე მიუთითებდა მისი საქმის გარშემო რომ ის იყო უდანაშაულო რომ მას ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს ასევე ისაუბრა იმ სტანდარტთან დაკავშირებით რაც სასამართლოში ზოგადად სხვა საქმეებზე არის რომ საგამოძიებო მოქმედებებში სასამართლო ხელს უშლიდა კონკრეტული მოქმედებები რომელიც მან მოითხოვა სასამართლომ არ დართო ამის საშუალება არ მისცა მას რაც შეეხება მაყურებელმა კიდევ სხვა საქმეებს მაყურებელს შეგვიძლია უთხრათ რომ დღეს შეიძლება ითქვას რომ თბილისის საქალაქო სასამართლო განაჩენების გამოცხადების დღე იყო 9 თვიანი სასამართლო განხილვები დასრულდა კიდევ 2 ეპიზოდზე ყველაფერი დილით 10 საათსა და 30 წუთზე დაიწყო როდესაც საბას ხვიტარიძეს მოსამართლე ჯვებენ აჭყებია მორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მას იდავებოდნენ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროს
მოსამართლე მირიან ქავთარაძეზე თავდასხმას, მას შემდეგ ეს კვალიფიკაცია შეუცვალეს და უკვე მის განზრახ მსუბუქ დაზიანებას ედავებოდნენ. სწორედ ამაში გაამტყუნა დღეს მოსამართლემ ის 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და განმარტა, რომ ეს გააკეთა იმიტომ, რომ რეციდივი ჰქონდა საბას ხვიტარიძეს, კერძოდ კი მოსამართლემ თქვა, რომ მას ჯარიმა ჰქონდა აქამდეც დაკისრებული, თუმცა არ გადაიხადა, ამიტომ სასჯელის მცირე რაოდენობას ის ვერ გამოიყენებდა, თუმცა ვადიან სასჯელში მოსამართლის თქმით მან მინიმალური სასჯელი გამოიყენა. ასევე როგორც უკვე გითხარით, ანდრო ჭიჭინაძის, სონისე ცხადაძის და სხვა პირების საქმეზეც დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა დღეს მოსამართლე ნინო გალოსტაშვილმა. თითქმის საათნახევრის განმავლობაში იყო ის სათათბიროდ გასული, მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას თუ ედავებოდნენ აქამდე ამ 11 პირს, დღეიდან უკვე ისინი გასამართლებულები არიან ჯგუფური ქმედებისთვის. ძალადობა მოშორდა ამ ბრალის კვალიფიკაციას და მათ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. საკმაოდ ემოციური იყო ის სიტყვები, რომელიც დღეს ბრალდებულებმა სასამართლოს ხდომათა დარბაზში წარმოთქვეს. მადლობა დიდი. ეკა ლემონჯავა გვერდთვებოდა სასამართლოდან. ჩვენი კორესპონდენტი შეგახსენებთ, რომ ნიკა კაცია გაათავისუფლეს, ხოლო 11 პირს მიუსაჯეს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. ტატო ქელბაქიანი და თამთა მიქელაძე არიან ჩვენი სტუმრები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. პირველ ნაწილში ვისაუბრეთ ჩვენ ამ საქმეებზე, ახლა ვისაუბროთ არასამთავრობო სექტორის მიმართ რაც ხდება, ანგარიშები დააყადაღა პროკურატურამ და ეხლა საერთოდ მოითხოვ დაკითხვებზე იბარებენ და გედავებიან რას, რომ თქვენ ხელს უწყობდით ძალადობრივ აქციებს. ნუ თქვენ ახლა კონკრეტულად შეიძლება არა, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციებს ძირითადად, რადგან ყიდულობდით რაღაც საშუალებებს, იღბებს, რომ ამ ადამიანებს უფრო უკეთ გაეწიათ წინააღმდეგობა პოლიციისთვის და ეს არის დანაშაული, როგორც თქვა შალვა პაპუაშვილი. აი, თამთამოდი შენგან დავიწყე. ხო, პირველ რიგში ალბათ იქიდან უნდა დავიწყოთ, რომ მხოლოდ ჩვენი ორგანიზაციის წინააღმდეგ, ისე როგორც რამდენიმე ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის წინააღმდეგ, ამ ზაფხულს 3 სხვადასხვა პროცედურა დაიწყო ქართული ოცნების ხელისუფლებამ. ჯერ პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონი და გარანტიების შესახებ კანონი დაიწყოს ინსპექტირება და წელიწადნახევრის განმავლობაში ყველა ტიპის ინფორმაცია მოგთხოვეს და პრაქტიკულად პარალიზება გაუკეთეს ორგანიზაციას. მერე ეს იყო ფარას შესახებ, ფარას ქვეშ, უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის ქვეშ, ინსპექტირების დაწყების შესახებ ინფორმირება და მოგთხოვეს პასუხი თუ რატო არ მივიჩნევს თავს უცხოეთის აგენტებად და რატომ არ დავრეგისტრირდეთ კანონში. და მოულოდნელად, ხო, აი ამ პასუხის გაგზავნიდან დაახლოებით 6 დღეში ჩვენ შემთხვევით აღმოაჩინეთ, რომ ჩვენი საბანკო ანგარიშები იყო დაყადაღებული და შემდგომში როგორც გვაირკვა, სწორედ საბოტაჟის მუხლით თებერვალში დაწყებული გამოძიების ფარგლებში მოხდა დაყადაღება 7 ორგანიზაციის ანგარიშების, ხო? ეს პრაქტიკულად ნიშნავს იმას, რომ დღეს ჩვენი ორგანიზაციები, ამ 7 ორგანიზაციის შემთხვევაში არის დისფუნქციური, ჩვენ იქ გქონდა თანხები, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში წლის ბოლო, ზოგიერთ შემთხვევაში მარტამდე იყო ჩვენი ფუნქციონირებისთვის საჭირო თანხები, თანამშრომლების ხელფასები, ხო, ქირა, კომუნალურებით, სატრანსპორტო საშუალებებისთვის საჭირო თანხები და შემდეგ, ანუ ის რაც ნებისმიერი ორგანიზაციის და კოლექტივის მუშაობისთვის არის მნიშვნელოვანი, ამიტომ მათ პრაქტიკულად მოკლეს ორგანიზაციები, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ 12 თვიანი ეს ყადაღა, ჩვენ კი გავასაჩირავთ, მაგრამ არანაირი მოლოდინი არ გვაქვს, რომ გასაჩივრებას რამე მოყვება და შემდგომში კიდევ 4 წელი 4-ჯერ მათ 12 თვით შეძლიათ ეს გააგრძელონ. იცით რა ხდება? ეს რუსული კანონი მე ვფარა რომ მიიღეს, ამას მოყვა ისე მიჯრით ორგანიზაციების დახურვა რეგიონებში სხვა თემის დონეზე. პრაქტიკულად სამოქალაქო საზოგადოება ქართულმა ოცნებამ მოკლა. რაღაც გაგებით ჩვენ ხა ვაანალიზებთ რა ხდებოდა აზერბაიჯანში, რა ხდებოდა რუსეთში, ბელარუსში. სისწრაფე, რა სისწრაფითაც მათ ეს გააკეთეს და რამდენი კანონიც მიიღეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ, ანუ 3 ძირითადი კანონია, ხო, დღეს რომელიც ფინანსურად და სისხლისამართლებრივად კლავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობის შესაძლებლობას, შეიძლება ითქვას, რომ ეს ნიშნავს, რომ მათ
იმ ხარისხით განადგურეს სამოქალაქო საზოგადოება, რასაც ჩვენ ვხედავთ აი ხა ისეთ კონსოლიდირებულ ავტორიტარიზმებში, როგორც ბელარუსი და რუსეთი და აზერბაიჯანია, ხო? იგივე მეთოდებით მიდიან ასე. იგივე გზით მიდიან, იგივე მეთოდები, აი აზერბაიჯანის კანონის, რუსულის კანონით თანადროულად გამოიყენეს, ყველაფერი ჩაკეტეს და ჩვენ წლის ბოლოს გვექნება რეალობა, როცა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები პრაქტიკულად აღარ იარსებებენ და დისფუნქციურები იქნებიან. ახლა მათ დაიწყეს გამოძიების ფარგლებში გამოკითხვებზე დაბარება, ჩვენ ვალით ჩხრეკებს, რა თქმა უნდა თეორიულად არ გამოურიცხავთ ამდენი თვითნებობის პირობებში, რომ შეიძლება რაღაც უფრო მეჩიც გადაზარდონ და ეს ბრალდებები არის აი აბსოლუტურად აბსურდული. ხო, აი თავი როგორ უნდა დაიცვა, ან რა არგუმენტები უნდა წარადგინო, აი ესეც კი რთული წარმოსადგენია, ხო? იმიტომ რომ ერთის მხრივ საუბრობენ სპეციალური საშუალებების შეძენაზე, ჩვენ ნამდვილად გვაქვს, ეს არასდროს არ დაგვიმალავს იმავე დღეებში შემოსავლების სამსახურში ავტვირთეთ, რომ ჩვენი სტაფისთვის გვაქვს თავდაცვის საშუალებები, ნაყიდი პირბადეები, ასე ვთქვათ, თავის დასაცავის საშუალებების სახელი დამოვიწყდა, ხო? რაღაც მოკლედ, ხო, ბინტების სამედიცინო საშუალებები რატომ ვიყიდეთ, ხო? იმიტომ რომ უამრავი სპეციალური საშუალებების გამოყენება გაზაფხულის აქციებზე ძალიან აგრესიულად ხდება და ძალიან ინტენსიური იყო მათი გამოყენება. ამავდროულად ისინი გვემუქრებოდნენ, ჩვენ გვირეკავდნენ, გვეუბნებოდნენ, რომ აი ვიცით სად ცხოვრობ და მოვალთ, ეს ის პერიოდი იყო, როცა ტიტუშკებს იყენებდნენ სხვების მიმართ. ჩემს სახლთან მოვიდნენ ვანდალიზმის აქტი ჩაიდინეს, ჩემ ფოტოები გააკრეს, მუქარი შემცველი განცხადებები წააწერეს. ოფისებში იყო მოვარდნები, არაერთ ორგანიზაციაში მივარდნენ, ჩვენსაც ვერ მიაგნეს, იმდენად ისეთ ადგილას არის და მაგალითად ჩვენ წიწაკის სპრეები გვაქვს ნაყენები, რომ ქალები მუშაობთ ამ ორგანიზაციაში და ეს არის ეროვნული მიტინგები უწევდნენ წინააღმდეგობას პოლიციასო, ეს არის დანაშაული, იმით ძალადობდნენო, ძალადობრივი აქცია და თქვენ რომ მათთვის პირბადეებს და რაღაც ჩვენ არ გვიყიდია მათთვის პირბადეები და ვინც იყიდა, თუ ვინმე მიყიდა, ხო და რაღაც ფონდები ამას აკეთებდნენ, ეს არ იყო კანონდარღვევა და მით უმეტეს არანაირი დანაშაული. ეს ჯელობას აბსოლუტურად ასე უბნებოდითო, ამიტომ რომ თქვენ ვიყავითო, კაცო, არ დაიშალოთო და ამარაგებდითო, რა, ამით ხელს უწყობდითო უკანონო ქმედებებსო, ტატო შერასპიფრო. უნდა დაველოდოთ როგორც გაგუდავენ გაზის. ხო, ეს ერთიანი პროცესია, ხო, სამოქალაქო საზოგადოების შევიწროების, რომელიც პირველი, რა თქმა უნდა, რუსული კანონით დაიწყო, იმან ისე ეფექტურად ვერ იმუშავა და მერე უკვე შემდგომში ეს მეორე რუსული კანონი, ფარა, გრანტების შესახებ კანონი, პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონი და ფაქტობრივად არის ამოცანა იყო, რომ ამ სამოქალაქო ორგანიზაციებს თავიანთი საქმიანობა არ გაეგრძელებენ და ასაკეთებდნენ, ხო, ეს ორგანიზაციები, ეს არის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი, ეს არის სამართლებრივი მხარდაჭერა მოქალაქეების და ასობით ადამიანს გაუწიეს უფასო იურიდიული მომსახურება და ეს სერიოზული ტვირთი ეხსნებოდა მოქალაქეებს, ვინც ამ უკანონო დაკავებების და ამ პროცესში იყო. გარდა ამისა, ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და სხვა ტიპის სერვისები. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა სერიოზულად დააზიანა, იმიტომ რომ ფაქტობრივად ეხა თუნდაც აი მარტო გრანტების შესახებ კანონი ფაქტობრივად არ გაძლევს შესაძლებლობას, რომ ამათ თანხმობის გარეშე რაღაც თანხა საერთოდ აიღო. მინდა სულ თავი დავანებოთ, რომ ფარად იყო სისხლსამართლის პასუხისმგებლობის რისკიც გააქვს დაკიდებული. და შესაბამისად, რა თქმა უნდა, უკვე ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება მოპერირება ამ შენ და რა გრჩება, ხო, გრჩება აქტივები, რასაც შენ ორგანიზაციის სტაფი მოახერხებს და მოხალისეობრივ საწყისებზე გააკეთებს, რაც ძალიან ძნელი იქნება, თუმცა ჩვენმა კოლეგებმა განაცხადეს, რაღაცა დოზით ამას მაინც გააკეთებს. ეხლა მეც მაგალითად ეხლა ჩემ ორგანიზაციას უკვე არანაირი ფინანსები დიდი ხანი აღარ აქვს, მაგრამ მე ჩემ პირად რესურსს რასაც მოახერხებ, ამას ჩავდებ, მაგრამ ეს რა თქმა უნდა ვერ დააბალანსებს იმ ასე ვთქვათ, სერვისებს, რაც მქონდა ამ ორგანიზაციებს და რამხელა სიკეთეც მქონდა საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამიტომ ეხლა ჩვენ ვეძებოთ გზები, შესაძლებლობები, რომ ამ სოლიდარობის ელემენტებით, რაღაცა კოორდინაციით ერთმანეთთან, რომ რაღაცნაირად ამ სამოქალაქო პროტესტი, მოქალაქეების ხარდაჭერა რაღაცნაირად შევძლოთ, ისევე შეიძლება ვეღარ მოახერხოთ, იმიტომ რომ აი რა რესურსი გრჩება წინააღმდეგობის. ხა სამართლებრივი კატეგორიები ხა საერთოდ უფრო მეტი მოლოდინი იყო, რომ ფარადან მოხდებოდა რაღაცა, მაგრამ საერთოდ გამოძება დაიწყეს. ხა საბოტაჟი არ საიდანაც უნდა, იქიდან მოაბავენ კულს. ანუ აქ სამართლებრივი კატეგორიები. ეს ფარა მე მგონი ტყუილად მიიღება. არა, ნუ სადაც უფრო კომფორტულად მოახერხებენ, იმას გააკეთებენ. ანუ აქ ხა ანუ ბევრი მექანიზმი აქვს. ანუ ერთ-ორი მექანიზმი კი არა, ფარაც აქვს, ეს გრანტების შესახებ კანონით ხა სამართლებრივი პასუხისმგებლობა რა ფულს ვერ მიიღებ უბრალოდ, მაგრამ ეხლა გამოძება დაიწყეს საბოტაჟი და დააყადაღეს, ხო, ანუ რაღაცას საერთოდ სხვა რაღაცა მოიგონეს, ხო? ერთადერთი აქტივი რა ჩვენ გვაქვს ეს არის, ანუ რითაც შეიძლება შენ წინააღმდეგობა შეეცდეს, ეს საზოგადოებასთან ეფექტური კომუნიკაცია, ინფორმაციის მიწოდება
და იმ აქტივების გამოყენება ჩვენ რა გვაქვს, ხო ხა ჯერ რად გაგვასხოვებს, მაგალითად ჯერ ბელარუსისგან და რუსეთისგან, ხო რაღაცა მედიაცია გვაქვს, პროტესტი გვაქვს, ანუ ეს არის შესაძლებლობები, როდესაც შეგვიძლია საზოგადოებასთან კომუნიკაცია სანამ არის, იმიტომ რომ თუ რა თქმა უნდა მიმართულებითაც, ანუ ყველა მიმართულებით არის, პოლიტიკურ პარტიებსაც უთხოვენ, სამოქალაქო სექტორსაც უთხოვენ, მედიასაც უთხოვენ, ანუ აქ არის ამოცანა მთელი ველის მოსუფთავება და ჯერ ჩვენ გვაქვს, აი ხაქრობზე ვარ საუბრობთ, ესეც აქტივია. პროტესტი რო და ქუჩაში რო ვახერხებთ კიდევაც ესეც აქტივია. ამიტომ კარგად უნდა დავფიქრდეთ რა გვაქვს. შეიძლება ესეც არ იყოს. ესეც არ იყოს, რომ ეს გამოიყენო 10 ჯერ უფრო ეფექტურად, გამოიყენო სოციალური მედია საშუალებები, ხო ხა? ძალიან ძნელი ამათ პროპაგანდასთან იმხანა რესურსებს ხარჯავენ, მაგრამ სწორი კომუნიკაციის შემთხვევაში, სწორი კამპანიების შემთხვევაში რაღაცების მოხერხება შესაძლებელია საზოგადოებამ. ეს უფრო გიცავს, იმიტომ რომ ესენი რასაც ტესტავენ არის საზოგადოების განწყობებს და იმის მიხედვით, თუნდაც დღევანდელი სასამართლო გადაწყვეტილებები, იმის მიხედვით რაღაცებს მანიპულირებენ. თუ ხედავენ რომ შეიძლება ამ რაღაცა წინააღმდეგობა გამოიწვიოს, მე რაღაცა მანევრირებენ და შესაბამისად ეს არის ერთადერთი ჩვენი თავდაცვის საშუალება. სხვა თავდაცვის საშუალება ჩვენ არ გაგვაჩნია. იმიტომ რომ ეს სივრცე რომ დაიხუროს, რეპრესიები იქნება გაათმაგებული, იმიტომ რომ ხმისამომღები რავინ აღარ იქნება და რა დაგიცავს. რუსეთში ახლა საერთოდ საოცარი კანონები მიიღეს კიდე პირველი სექტორი, ხო იღებენ და იქაც თითქოს ყველაფერი კონტროლდება და იკითხავ რომ კიდე რა შეიძლება გააკეთო, ხო რუსეთში ამის არის YouTube-საც კი ვეღარ უყურებს ხალხი და ეხლა პირველ სექტორში კიდე უფრო მეტი კონტროლის კანონები მიიღეს ინტერნეტთან დაკავშირებით. ხო აი ტელეფონს იღიდიო, მათი აპლიკაცია უნდა დააყენო აუცილებლად, რომ იქ რომ უშუალოდ სამსახურში მესენჯერის მაგივრად. თუმცა ხო ეს არის პერსპექტივა. რუსეთ და ბელარუსი არ შევადარება ავტორიტარიზმის ხარისხით, რა თქმა უნდა, მაგრამ ის რაც სამოქალაქო საზოგადოებას გაუკეთეს, რომ ანუ ყველა ტიპის კანონი მიიღეს და პრაქტიკულად სამართლებრივად შეუძლებელი გახდა საქართველოში ფუნქციონირება სამოქალაქო საზოგადოების. ნუ ის რაც 10 წელი კეთდებოდა რუსეთში და მერე დადგა შედეგი, ამათმა რამდენიმე ერთ წელიწადში გააკეთეს. ამიტომ მადლობა დიდი განაცემაში სტუმრობისთვის. ტატო ქელბაქიანი, ორგანიზაცია პრევენცია პროგრესისთვის დირექტორი და თამთა მიქელაძე, სოციალური სამართლებრივი ცენტრის ხელმძღვანელი იყვნენ ჩვენი სტუმრები. ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა რეზუმე, მე ხვალამდე გიმშვიდობებით.